მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ, მივესალმები TV სეზონის კოლექტივს და გილოცავ შობა ახალ წელს. მივესალმები ჩვენს ტერეულ მაყურებელს. მადლობა მოწვევისათვის. განათლების სისტემა არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი ჩვენი ქვეყნის პრობლემებიდან. ორი თემა არის ყველაზე უფრო აქტუალური, ეს არის ეკონომიკა, ეკონომიკის მდგომარეობა და ეს არის მეორე განათლების სისტემის მდგომარეობა. და ეს სისტემა მოდის იმ პერიოდიდან, როდესაც ჩატარდა ეგრეთ წოდებული რეფორმა კახალოვმაიას მიერ, შეიცვალა მთლიანად ის სისტემა, რაც იყო დრომოჭრული, უნდა განვითარებული იყო, უნდა დახვეწილი იყო, უნდა გარდაქმნილი იყო საგრძნობლად, მაგრამ მოხდა მისი სრულინგრევა და მის ადგილზე ჩვენ ანუ აი სახელმწიფო იმ დროს შექმნა ის სისტემა, რომელიც არის სულისიმახინჯე და რომელიც დღემდე ინერციით აგრძელებს არსებობას, გარკვეული პატარა კოსმეტიკური ცვლილებები არაფერს არ ცვლის და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ დღეს. ჩვენ ამ განათლების სისტემას უნდა უმადროდეს სწორედ საქართველოს, რომ არსებობს ესეთი თაობა, სადაც ეს ჩემი მოგონილი არ არის, რომ წაკითხulis შინაარსის გააზრება არის პრობლემა ქართველ მოსწავლეებში. და რა თქმა უნდა, თავი და თავი არის განათლების სისტემა და ის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც საჭიროებს სასწრაფო გამოსწორებას მას შემდგომ, რაც ჩვენ აი შედარებით უფრო სტაბილური არსებობისკენ გადავართ, ჯერ ყველას მოგვიხსენება, რომ ეხლა მიმდინარეობს სოფლიოში ძალიან დიდი ცვლილებები, გარდატეხის სიტუაცია როგორც გლობალურად სოფლიოში, ასევე კავკასიის რეგიონში. ამიტომ მე მახსოვს ჯერ კიდევ არჩევნებამდე ბატონი ირაკლი კობახიძე პრემიერი და შემდგომ კი არჩევნების შემდგომ ხაზგასმით საუბრობდა, რომ განათლების სისტემაში საჭირო არის ჩატარდეს რეფორმა. უნივერსიტეტებში საჭირო არის ჩატარდეს რეფორმა, სადაც მოხდება პოლიტიკური ნიშნით შეყვანილი მიწვეული ადამიანებისაგან წმენდა, რომელსაც ჩაანაცვლებს აკადემიური ობიექტური კონკურსები, როდესაც ღირსეული ადამიანები ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე მხოლოდ პროფესიონალიზმით იქნებიან შერჩეულები და გააგრძელებენ უნივერსიტეტში მოღვაწეობას. მადლობა ღმერთს, ესეთი პროფესორები არსებობენ, მეცნიერები არსებობენ, რომელთაც უნდა დაეთმოს ასპარეზი მას შემდგომ, რაც ჩატარდება და გაიწმინდება განათლების სისტემა პოლიტიკური ნიშნით მიღებული ადამიანებისაგან, რომლებიც არიან სწორედ სააკაშვილის პერიოდიდან მიღებულნი და გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდნენ ყოველთვის. ეხლა რაც შეეხება თვითონ აი სიტუაციას, რაც არის ეს გამოსვლები, მე ვიტყოდი, რომ ის პროტესტი, საპროტესტო მოძრაობა, მიტინგები დავარქვა თუ რას დავარქვი, რასაც ჩვენ უყურებთ ხო ეს ბოლო პერიოდი, ეს არის თავისი შინაარსით, თავისი ფორმით და თავისი მეთოდოლოგიით არის წმინდა და ანტიქართული. ეს არ არის ქართული საპროტესტო კულტურის საერთოდ რაიმე ნაწილი. არასოდეს და აი ვის გუშინ არ არის დაბადებული, ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ მიტინგები, გამოსვლები საქართველოში ეროვნული მოძრაობაც რომ გავიხსენოთ ჩვენ, მრავალათასიანი მიტინგები ტარდებოდა თბილისში, უფრო დიდი საპროტესტო მუხტით, მაგრამ ხის ერთი ფოთოლი არ ჩამოვარდა. სამოქალაქო ომის გარდა ეროვნული მოძრაობის გამოსვლებიდან შემდგომ აი ბევრი გამოსვლები იყო. არასოდეს თბილისისთვის, თბილისის ქუჩებისთვის არ მიუყენებიათ ის შეურაცხყოფა, პარლამენტის შენობისთვის, არასოდეს ესეთი ქმედებები არ იყო თუნდაც პოლიციის მიმართ, სპეცდადიშნულების რაზმების მიმართ, რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს აგრესია, ეს ფორმა საერთოდ არის არაქართული ტრადიცია. ჩვენ შეგვიძლია ესეთი ტრადიცია გამოსვლების ვიხილოთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენ ვიცით, აგერ ყვითელ ჟილეტიანები რასაკეთებდნენ, ხო? საფრანგეთში და ეს რა თქმა უნდა შეიძლება ეს მათი კულტურა არის, მათი ეთოფსიქოლოგია და მათი სახელმწიფო ამას იტანს, მაგრამ ეს არასოდეს არ იყო ქართული საპროტესტო კულტურა. მეორე შინაარსები არასოდეს საქართველოში როგორი ძლიერი საპროტესტო მუხტიც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენ ვერ დავინახავდით ისეთ ბანერებს, ისეთ წარწერებს, ისეთ ლოზუნგებს, ისეთი სიტყვების სკანდირებას, რაც გვესმის ჩვენ ეს მთელი პერიოდი, ეს არის უხამსი, გარკვეული ლოზუნგები. ეროვნული მოძრაობის დროსაც კი 9 აპრილს, როდესაც ქართველი ქალბატონები პირდაპირ ტანკებს უვარდებოდნენ, არც ერთი უცენზურო სიტყვა, არც ერთი უცენზურო ესე იგი ლოზუნგი ჩვენ ან წარწერა არ გვინახავს ნამდვილად, ხო?
მიუხედავად იმისა, რომ მათი ბრძოლა უფრო დიდი იყო, ისინი მართლა შეეწირნენ საქართველოს ინტერესებს და მართლა ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვალა საქართველოში, ხო? შინაარსები არის სრულებით არაქართული. რაც შეეხება მიდგომები, ხო? მათი მიდგომა მე არ მახსოვს მაგალითად არასოდეს საქართველოში, რომ ვისაც უნდა ჩაეტარებინა მიტინგი და გამოსვლები, დადიოდნენ ჯგუფ-ჯგუფად მეგაფონებით და უყვიროდნენ მოსახლეობას ფანჯრებში, გამოდით, შემოგვიერთდით და ვინც ჩვენთან არ გამოდიხათ, თქვენ ხართ მოღალატები და მტრები. ასევე რომ თუ გაფიცვა უნდა და საერთოდ გაფიცვები ეს არ არის, უნდა აღვნიშნოთ, ქართული საპროტესტო კულტურა არასოდეს არ იყო გაფიცვები როგორც ინსტრუმენტი და ეს ვერც იმუშავებს საქართველოში. ეს ყველაფერი ფორმით, შინაარსით და მიდგომებით არის ის, რაც არის დაწერილი ამერიკის სხვადასხვა ინსტრუქციებში, მაქენის ინსტიტუტის გაიდლაინებში, არის წმინდა აკერმანის წმინდა რა თქმა უნდა ჭყალებში აკერმანის ინსტრუქციებში, როგორ უნდა მოეწყოს სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუციები, აი სწორედ აი ამ გაიდლაინებს მიყვება აი სიტუაცია და ამიტომ არის რომ ეს საპროტესტო მიმართულება არის წმინდად არაქართული, ანტიქართული თავისი ფორმით, შინაარსით მიდგომები და ამიტომ არის რომ მას არ აქვს ძალა. ქართველმა ხალხმა გამოიჩინა სიბრძნე და უარყო აი საპროტესტო მოძრაობა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი არის რა თქმა უნდა განაწყენებული ქართულ ოცნების ეკონომიკურ პოლიტიკაზე, კულტურულ პოლიტიკაზე, მაგრამ ისინი არ გამოდიან, არ უერთდებიან, იმიტომ ძალიან ხედავენ, რომ ამათთან შეერთება არაფრით არ შეიძლება, რადგანაც ისინი რაღაცა სხვა კულტურის, რაღაცა სხვა სამყაროს ელემენტებს წარმოადგენენ და საქართველოსთან საერთოდ არაფერი საერთო არ აქვს. ამიტომ არის რომ ქართველ ხალხში არ გამოიწვია არავითარი ემპათია, არავითარი თანაგზნობა, მე გეტყვით, რა გზნობებს იწვევენ ესენი. როდის იყო საქართველოში ქართული საქმისათვის გამოდიოდა მიტინგი, დემონსტრაცია და ისინი საუბრობდნენ, რომ ქუჩები გადავკეტოთ და თბილისის მოსახლეობას დისკომფორტი შეუქმნათ. ესეც არასოდეს არ იყო საქართველოში. ამიტომ საბოლოო ჯამში ამ მოძრაობამ გამოიწვია მოსახლეობის ფართო ფენებში ორი გზნობა. ერთი არის აგრესია და რაც უფრო დრო გადის, აი ესეთმა ქმედებებმა გამოიწვია ხალხში აგრესიული მიდგომა, უკვე ამისი მოთმენა აღარ შეუძლია და მეორე ეს არის შიში ადამიანებში, რომ ხომ არ მოხდება აქ რაღაცა სამოქალაქო არეულობა, ან ხო არ მოხდება ის გადატრიალება, ან რასაც ისინი აპირებენ. არჩევნების ჩანიშვნა ეს სიტყვა მე არ ვიცი ჩანიშვნა რატო დანიშვნა მაგალითად არჩევნების დანიშვნა და ამ არჩევნებს რო ჩაატარებს მაგალითად ვიღაცა დასავლეთიდან მათი ლობისტები და მათ მოიყვანენ ხელისუფლებაში მათ ძალებს ისინი მე ვინც მონაწილეები არიან მთავარი მოქმედი პირები ისინი ქვეყანაში ხელახლა დაინაწილებენ ეგრეთ წოდებულ პალაჟენიებს რაც მიხეილ სააკაშვილის დროს ჰქონდათ მათ ხელთ და შემდეგ ისინი მოტრიალდებიან და ვინც არ ვუჭერდით მათ მხარს მოხდება ჩვენი დევნა წმენდა ჩვენი გაგდება სამსახურებიდან ბიზნესების წართმევა პოლიტიკური დევნა ქუჩაში დახვრეტები ვინც არ არის დაბადებული გუში და სააკაშვილის რეჟიმს გაიხსენებს ძალიან კარგად გვახსოვს რა ხდებოდა მაშინ ხო ციხეებშიც ქუჩებშიც ინსტიტუტებში სახელმწიფო დაწესებულებებში და წმენდა იყო ამიტომ აი ეს არის ორი გზნობა რაც გაჩნდა აგრესია ფართო მოსახლეობაში და მეორე შიში რომ რაღაც არ მოხდეს ამიტომ ეს ხალხი ნელ-ნელა ჯერ ერთი რომ მოწყვეტილი არიან საერთო საგარეო გეოპოლიტიკურ სიტუაციას ეს არის ის მოძრაობა რომელიც ჩარჩენილი არის სადღაც 2003 წელიწადში დღეს არის მსოფლიო საერთოდ შეცვლილი კავკასიის რეგიონში არავის არ მისცემს უფლებას არც ერთი გარშემო ქვეყანა რომ აქ მეხუთე კოლონა შეერთებული შტატების მონები დასხდნენ ხელისუფლებაში და კავკასია შეიყვანონ არეულობის უნდა ჩამოყალიბდეს განათლების სისტემის ახალი იდეოლოგიური პლატფორმა რომელიც იქნება ეროვნული და რომელიც თავისუფალი იქნება ყოველგვარი იმისაგან რაც აქამდე იყო გენდერული ფსიქოლოგია იქნება თუ სხვა მიდგომები კოსმოპოლიტური მიდგომები რომლებიც ეროვნულობას გამორიცხავს ამოღება ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების ხო აი ეს ყველაფერი უნდა გასწორდეს რა თქმა უნდა და ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას რომ ჩატარდეს რეალური რეფორმა როდესაც მხოლოდ პროფესიონალები და კვალიფიციური ხალხი იქნებიან გამჭვირვალე ღია კონკურსებში მისაღები საერთოდ მისაღებდია ამდენი კომერციული უნივერსიტეტები რო არის რა ხარისხის განათლებას იძლევიან და რა საჭირო არის ამდენი უნივერსიტეტი და ამდენი სტუდენტი როდესაც უმეტესი დიპლომი არის უბრალოდ ცარიელი ფურცელი ხო საჭირო არის მოხდეს რანჟირება უნივერსიტეტების
ყველა დაწესებულებას უნივერსიტეტი არ უნდა ერქვას, უნდა იყოს შემოღებული რანჟირება, უნდა იყოს ინსტიტუტები, სხვადასხვა პროფილის, უნდა იყოს განვითარებული პროფესიული ტექნიკური სასწავლებლები, კოლეჯები, სადაც მოხდება სპეციალიზაცია და ადამიანები დაიუფლებიან კონკრეტულ ვიწრო სპეციალობებს, რომელიც გამოადგება ქვეყნის ეკონომიკას ასაშენებლად და არა ჩვენ ყავდეს უამრავი სხვადასხვა უნივერსიტეტების იურისტები, ფილოლოგები, ისტორიკოსები, რომლებიც არც თავის დარგში არ ქმნიან არავითარ პროდუქტს და არც არავითარი კონკრეტული სპეციალობა არ აქვს იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკის აღმშენებლობაში ჩაერთონ და იპოვონ თავიანთი ადგილი ქართულ ეკონომიკაში. ასე რომ განათლების სისტემა არის ფუნდამენტი საერთოდ ქვეყნის აღმშენებლობის, მაგრამ თავარი არის მაინც ეკონომიკის გაჯანსაღება და ეკონომიკის რეინდუსტრიალიზაცია. ბატონო ნიკოლოზ, თავარი პრობლემა დღეს რაც საქართველოს წინაშე ეს არის აი ამ პერიოდის ისე გადატანა ხელისუფლებისათვის, რომ არ მოხდეს ზედმეტი რყევები ქვეყანაში, არ მოხდეს სერიოზული დაპირისპირებები და არ მოხდეს პროვოკაციები. ხო, ჯერჯერობით ჩვენ დავინახეთ, რომ აღკვეთილი იყო ის შეტევები, ჩვენ რაც ვნახეთ, ხო, რუსთაველზე, იმიტომ რომ მოხდა გამოვლინება, მოხდა ამოღება ამ პიროტექნიკის, რომელიც არის ნამდვილად სასიკვდილო და ბევრი ადამიანი დაშავდა ამით, ჩვენ ვიცით, როგორც პოლიციელები, ასევე მომიტინგეები თვითონ და ასევე ჟურნალისტები, ხომ? და მან შემდეგაც განეიტრალდა ეს და ვინც იყვნენ ორგანიზატორები, იყვნენ აყვანილნი და დაპატიმრებულნი, ჩვენ დავინახეთ, შემდგომ ამ გამოსვლებმა მიიღეს მშვიდობიანი ხასიათი და არავითარი შეტაკებები მეტი არ იყო, ხომ? აი სწორედ ესე განეიტრალდა ის ძალადობრივი გამოსვლები, ამას უნდა მოყვდეს შემდეგი მუშაობა და ეს არის სახელმწიფოს საქმე, რომ არავითარი ფეთქებადი სიტუაცია არ შეიქმნას, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ისეთ რეგიონში და ისეთ ფაზაშია შესული დღეს მსოფლიო, რომ მსოფლიოში დღეს აი მეტაფორულად ვთქვათ, არის მღვრივე წყალი შექმნილი, სადაც ყველა დიდი იმპერიული ზახვების ქვეყანა ცდილობს, რომ ამ მღვრივე წყალში დაიჭიროს თავისი თევზი. მე ხა გეტყვით, რომ თურქეთი უკვე იერთებს სირიას, ხო? ეს არის გაიღვიძა თურქეთის პანთურქულმა ძველმა ინტერესებმა და ერთ-ერთი რაც პირველი გადაწყვიტა არის სირიის მიერთება. თურქეთს აქვს სხვათა შორის პანთურქულ ინტერესებში ძალიან ბევრი ჩვენთან მიმართებაში არასასრულელი სურვილები, ხო? ჩვენ ვიცით ეს. ასევე რუსეთი შეიერთებს უკრაინას საბოლოო ჯამში, ტაივანი შეერთება სურს ჩინეთს და ესეც მოხდება. ამერიკის შეერთებული შტატებმა დააყენა გრენლანდიის აღების და კანადის საერთოდ შეერთების საკითხი, ხო? ეს ისეთი არაორდინარული სიტუაცია დღევანდელ მსოფლიოში, რომ მართლაც ჩვენ უნდა მოველოდოთ ძალიან დიდ გლობალურ ცვლილებებს. ისეთ რაღაცებს. ამიტომ ჩვენ ახლა ეს პერიოდი აქვს ქვეყნის აჯანჯღარები და დაპირისპირები და ვიღაცის ისტერიული გამოსვლებით არ უნდა ჩავაგდოთ ჩვენ ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში, რომ მართლაც აქ მოხდეს უმართავი პროცესები. თუ ეს დაიწყო, ნამდვილად კავკასიის გადაქცევა გარკვეულ ძალებს უნდათ მართლაც ავღანებათ.